როდესაც რამდენიმე წლიანი ოჯახური ურთიერთობის შემდეგ გაუფასურებს ქალი, რატომღაც ბევრს გონია, რომ ეგ ყველაფერი ღიად და გასაგებად ხდება. თავისთავად ეგ არ არის მასე. ეგრე რომ ყოფილიყო, ქალს რომ პირდაპირ ეთქვა შენთვის, შენ მომენტალურად გექნებოდა შესაბამისი რეაქცია, მაგრამ ურთიერთობაში მიკრორეაქციების დონეზე ხდება ფსიქოლოგიური ატმოსფეროს ფორმირება, გამოხედვით, ჟესტიკულაციით, მიმიკებით, ინტონაციით და წაგბენებით და არა თუ კონსტრუქციული დიალოგით. და ზუსტადაც მაგ ყველაფრის მეშვეობით ხდება ურთიერთობაში შენი პოზიციის დასუსტება. რაღაც მომენტში შენ მის თვალებში სიცივეს ხედავ, მაგრამ სიტყვებით გარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა. მის მიმიკებში გულგრილობას ხედავ, მაგრამ საქმით თითქოს და გვერდში გიდგას. ეს და მსგავსი ყველაფერი შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს ძალიან ნეგატიურ გავლენას. შენ ხვდები, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებ, მაგრამ არც ფაქტი გაქვს ხელში, რითაც ეთქვი, რომ ისე აღარ იქცევი როგორც ადრეო. სულ რომ უთხრა, რომ სიცივეს გრძნობ შენგანო, გეტყვის, რომ გეჩვენება და რაღაცები გელანდებაო, აქეთ დაგადანაშაულებს. ეს ის მომენტია, სადაც შენ გამოდიხარ მწყობრიდან, სადაც შენ შინაგანი შფოთვა გეუფლება, სადაც შენ კარგავ კონტროლს ურთიერთობაზეც, ქალზეც და შენს თავზეც და თავისთავად უშვებ შეცდომებს. შემდეგ კი ქალს ეძლევა ფაქტები, შენი არაადეკვატური ქცევის სახით და მაგ ფაქტების საფუძველზე გშორდება და ეგ ფაქტები რეალურია. შენ შენივე ხელით მიეც იმას. ის ყველასთან შენ დაგადანაშაულებს და გაამართლებს შენგან წასვლას. სხვები კი თავისთავად გაამართლებენ მას და ეტყვიან, ოჩარი გოგო ხარ, რამდენის მოთმენა რომ შეძელიო. მთელი სამყარო შენ დაგადანაშაულებს. არავინ ჩაეძიება იმაში, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში თქვენს ურთიერთობაში. სინამდვილეში მე და შენ დღეს და ახლა კი ვხვდებით, რომ ქალი უკვე თავშივე მზად იყო დასაშორებლად, რომ მან ყველანაირი პირობა შექმნა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი შენი რეაქციის პროვოცირება მოეხდინა და ეს პროცესი არ ხდება მომენტალურად. ზოგ შემთხვევაში წლებიც კი გრძელდება.